კვლავ მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯიმ, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთისაიპი ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვერთა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და გადაცემის ამ მონაკვეთში ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის საზაფხულო ბაღებზე და მზადებაზე ახალი სააღმზრდელო წლისთვის. თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი 30 ივნისს სრულდება, თუმცა მოქმედი ბაღების გარკვეული ნაწილი ივლისშიც იმუშავებს და ის საჯარო ბაღებში რეგისტრირებულ ბავშვებს მოემსახურება. ეს არის თბილისის მერიის სოციალური პროექტი, რომელსაც საზაფხულო ბაღები ეწოდება და უკვე მესამე წელია საზაფხულო ბაღების რაოდენობა იზრდება. დღეს ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში გავარკვევთ, რა პრინციპით მუშაობს საზაფხულო ბაღი, რა მიზანს ემსახურება ის, როგორ ხდება საზაფხულო ბაღების შერჩევა, დაფინანსება, კვებით თუ სხვა მატერიალური ტექნიკური საჭიროებით უზრუნველყოფა. ჩვენ სტუმართან ერთად მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ, როგორც ჩანს, პროექტი, რომელსაც მესამე წელია ახორციელებთ, საკმაოდ წარმატებულია. 9 ივნისს დაიწყო საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია. მოდით გვითხარით თავად ამ პროექტზე, მიმდინარე პროცესზე რეგისტრაციის ჯერ კიდევ და შემდეგ ივლისზე და თავისი სპეციფიკით გამორჩეულ საზაფხულო ბაღების ამ პროექტზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საზაფხულო ბაღების პროექტი ეს არის თბილისის მერიის ერთ-ერთი მსხვილი სოციალური მხარდაჭერის მიმართულება. მისი დანიშნულება და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შეუწყოთ და დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც ივლისის განმავლობაში ვერ ახერხებენ ქალაქგარეთ გასვლას და მოემსახუროთ მათ ბავშვებს. მეორე მნიშვნელოვანი მიზანი არის ასევე ჩვენი პერსონალის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ამ პროექტში ჩართული არის 3300-მდე თანამშრომელი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში დამატებით თანაცხოვრებას მიიღებენ და მესამე და მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სააღმზრდელო პროცესი მთელი თვით გრძელდება განსხვავებულ ფორმაში, სადაც სხვადასხვა ბაღების აღსაზრდელები ერთიანდებიან განსხვავებული პროგრამის გარშემო, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია გარე ეზოს ტიპის აქტივობებზე და ასე ვთქვათ, ყველა მსურველი გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით კმაყოფილდება ძირითადად ამას ემსახურება ის, რომ წლიდან წლამდე გაფართოვდა კიდევ ეს პროექტი. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ბოლო წელს დავამატეთ 5 საბავშვო ბაღი და თბილისს უკვე ემსახურება 55 საბავშვო ბაღი. როგორც ახსენეთ, მოთხოვნა არის მაღალი, ჩვენ 20,000-მდე ადგილი გვაქვს საზაფხულო ბაღების პროექტში. უკვე დარეგისტრირებულია 19,000-მდე აღსაზრდელი და გვაქვს კიდე თვის ბოლომდე მოლოდინი, რომ გაიზრდება მაღალი იქნება მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ დავაკმაყოფილებთ. გვაქვს იმის რესურსი კონკრეტულ ბაღებში, რომ სადაც სარეზერვო რაოდენობები არის დაფიქსირებული, გავაფართოვოთ ჯგუფების რაოდენობა და ვფიქრობთ, რომ სრულად ამ წელსაც დაკმაყოფილდება ამ საზაფხულო ბაღებზე მოთხოვნა. როცა საუბრობთ ამ ბაღებზე და მის, ასე ვთქვათ, წარმატებაზე, მაღალ მოთხოვნაზე, თქვენ თქვით ეთერამდე, რომ მალევე ფაქტობრივად გამოცხადებისთანავე ამ, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის ძალიან ბევრი განაცხადი შემოვიდა. როგორ ხსნით, რა განაპირობებს ამ, ვთქვათ, ბაღების პოპულარობას, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, უკვე ახსენით, რომ მთელი ივლისისთვის განმავლობაში ეძლებათ მშობლებს შესაძლებლობა, ვთქვათ, საკუთარ სამსახურებში იმუშაონ და ვთქვათ, ბავშვები იყვნენ საზაფხულო ბაღებში. და მინდა ასევე ვიკითხო იმ ცოტა განსხვავებულ არასტანდარტულ სააღმზრდელო პროცესზე, რომელზედაც ისაუბრეთ, ძირითადი აქტივობები ეს არის ეზოში, რას მოიცავს ის, ესეც რომ გითხრათ ჩვენს თანხმოვანებს. პირველი იმითი აიხსნება პროექტის პოპულარობა, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა ხარისხი და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც ადგილობრივს, ასევე ეროვნულ დონეზე საერთაშორისო მოთხოვნებთან კავშირში იმყოფ გარკვეულ სერვისებს და ტენდენცია არის ძალიან მზარდი საჯარო ბაღების მიმართულებით მოთხოვნა იზრდება და ამას მოწმობს კონკრეტული ბაღები, სადაც
არის განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა და აღნიშნული ტენდენცია ეხება საზაფხულო ბაღებსაც. ამიტომ მზარდია და პოპულარულია აქ არ მხოლოდ სააღზალო პროცესია, აქ არის მთელი სერვისი, რითიც სარგებლობს მოქალაქეების დიდი ნაწილი დაწყებული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, გაგრძელებული კვებით და დამთავრებული აქტივობებით, რომელშიც ერთვებიან აღსაზრდელები. რაც შეეხება პროგრამას, ნაცვლად სტანდარტული აკადემიური კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობისა, აქ არის როგორც აღმოჩნდა ძირითადად გარე აქტივობებზე ორიენტირებული თამაშზე და უფრო შემოქმედებით პროგრამაზე აგებული აქტივობები, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა საჯარო ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც სხვადასხვა ბაღში არიან წლის განმავლობაში, საზაფხულო ბაღებში ეცნობიან ერთმანეთს, აღზელებს, სხვა აღზელები ხვდება ძირითადად, სხვა ბავშვები და სხვა გარემოში უწევთ შესვლა და აქ სხვადასხვა ტექნიკა არსებობს, რითიც ჩვენი პერსონალი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა, უწყობა მთელ ამ პროცესს ივლისის განმავლობაში. თქვენ თქვით, რომ დაახლოებით 35 თუ რამდენი ბაღია? 55 საზაფხულო ბაღი. კი ბატონო და რადგან 1000 ადგილი რჩება და რეალურად თვის ბოლომდე ჯერ კიდევ დრო არის, მოდით ვთქვათ რა პროცესის გავლა უწევთ მათ, ვინც ახლა ინტერესდება ამ საკითხით და ასევე გითხარით, ვინც ვერ მოახერხებს რეგისტრაციას ადგილების უკმარისობის გამო, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? პირველი დავიწყებ რეგისტრაციის პროცესით, ჩვენ მდინარე წელს გავამარტივეთ კიდევ ასე ვთქვათ საინფორმაციო ველი, რაც უნდა შეევსოთ, მოთხოვნების ველი, რაც უნდა შეევსოთ სრულებს და მიმდინარეობს ელექტრონულად რეგისტრაციის პროცესი, თუმცა კონკრეტულად იმ ბაღებს, სადაც არის მოთხოვნა და აღარ ხვდებათ ადგილი, მათ შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ ბაღის ადმინისტრაციას, რომლებიც სარეზერვო რაოდენობაში გაითვალისწინებს სრულებს და შემდგომ ჩვენი ჩართულობით მოხდება აღნიშნული კონტინგენტის განაწილება ან იგივე ბაღში თუ გვექნება რესურსი, რომ დავამატოთ სარეზერვო რაოდენობა, ან მოხდება შეთავაზება ალტერნატიულ გეოგრაფიულად ახლომდებარე ბაღებში. ჩვენ გვაქვს წარმატებით მართვის გამოცდილება წინა წლიდან გამომდინარე, იქაც იყო 2000-ზე მეტი სარეზერვო რაოდენობით მსურველი და ყველა გადავანაწილეთ ჩავსვით იმ სასურველ ბაღში. სამისად მათ შეუძლიათ, ვისაც ადგილი არ ხვდება ელექტრონულ სისტემაში, უშუალოდ მიმართოს ბაღს თხოვნით რეზერვში გათვალისწინებაზე, თვის ბოლომდე არის ძალიან დიდი დრო დარჩენილი და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, რომ ამ სერვისის მიღმა არ დარჩეს. ბატონო გახანო არსებობს, როგორც მე ვხვდები, გარკვეული ბაღები, რომელიც აი კონკრეტული ვთქვათ ადგილმდებარეობიდან, ლოკაციიდან გამომდინარე, ვთქვათ უფრო მოთხოვნადი, ანუ შესაბამისად იქ რაოდენობა ადგილების უფრო სწრაფად ივსება. კიდევ ერთხელ რომ ჩავაყენოთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი საქმის კურსში, რა ვთქვათ დამატებითი კრიტერიუმების გათვალისწინებას აპირებთ ხოლმე ამ დროს, ანუ რაც 3 წლის განმავლობაში ხდება, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ეს კრიტერიუმები, ვთქვათ აი შესება თუნდაც რეგისტრაციის რამდენად მარტივია და რა ევალება მშობელს. აქ განსაკუთრებული კრიტერიუმები არ არსებობს. მთავარი კრიტერიუმი ამ პროექტში, ვინც ერთვება, არის ის, რომ უნდა იყოს ჩვენი რომელიმე საჯარო ბაღის აღსაზრდელი. მეორე, ის უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დაწყებამდე და მთელი რეგისტრაციის პროცესშიც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი არის დაცული, რომ ყველა უბანში, ყველა რაიონში თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა საჯარო ბაღი და თუ კონკრეტულად იმ ბაღში პირობითად 55 საჯარო ბაღში არ ხვდება სასურველ ჯგუფში ადგილი, შეუძლია მიმართოს აღნიშნულ კონკრეტულ ბაღს, რომ სარეზერვო რაოდენობაში მოინიშნოს და მსურველი ჩვენ ან იგივე ბაღს შევთავაზებთ ჯგუფის გაფართოების ხარჯზე, ან ალტერნატიულად ყველაზე ახლომდებარე ბაღში. ტექნიკურ სამზადისეც რომ ვისაუბროთ, არის თუ არა უკვე დაწყებული, მშობელთა გარკვეულ ნაწილს ყოველთვის საინტერესებდა იგივე გაგრილების პრობლემის მოგვარება, აი ამ კუთხით როგორ ვართ? აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამზადისი, ყველა პროცესი არის დაორგანიზებული, დაწყებული ეზოების მოწესრიგებით, დასრულებული გაგრილების სისტემებით. გასულ წელს იყო
გარკვეული მოთხოვნები და გასულ წელსვე დაკმაყოფილდა გარკვეული რაოდენობა ბაღების, თუნდაც წელს უკვე სადაც მოთხოვნა არსებობს, მიმდინარეობს აღჭურვა. იმიტომ რომ დაემატა ბაღები, საჭიროებს აღნიშნული ბაღები გარკვეული რესურსების დამატებას ამიმართულებით და ყველგან მიმდინარეობს გაგრძელების სისტემით აღჭურვა, სადაც ეს საჭიროა. ზოგადად საკითხებზეც მინდა რომ გადავიდეთ. სტატისტიკა რომ გითხრათ, რამდენი ბაღი გვაქვს თბილისში, რამდენი ბავშვია რეგისტრირებული და რასაკვირველია, თანამშრომლები, რომლებიც მნიშვნელოვანი პერსონები არიან. დედაქალაქი ახლა ემსახურება მუნიციპალიტეტის იმედი 190 სკოლამდე დაწესებულებას ქალაქში და 190 საბავშვო ბაღის მეშვეობით 60,000-მდე აღსაზრდელს ყოველწლიურად. თანამშრომელთა რაოდენობა მზარდია, ყოველწლიურად ჩვენ 13,500-მდე თანამშრომელი გვყავს სისტემაში, ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის აქ ინკლუზია, იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ იმ აღსაზრდელებს, ვისაც ჭირდება პერსონალური ასისტენტი, უზრუნველყოფთ პერსონალური ასისტენტების დამატებას. ინკლუზიურ ნაწილზე ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა ხვდებით, რომ მასშტაბი საკმაოდ დიდია, 190 ბაღი, 60,000 აღსაზრდელი, ხვდებით, რომ მუნიციპალიტეტის ბაღების მოვლა პატრონობა უნდა იყოს დაკავშირებული საკმაოდ მსუყე ბიუჯეტთან. მოდით გვითხარით ეს ნაწილიც და ინფრასტრუქტურასაც რო შევეხოთ, რომელიც მუდმივად ახლდება წლიდან წლამდე. გამოწვევაც ერთგვარი, იმიტომ რომ ყოველწლიურად ბაღების გარკვეულ ნაწილს, რომელიც არის რამდენიმე ათეული წლის ჭირდება რეაბილიტაცია და შესაბამისად მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ სადაც საჭიროა ჩანაცვლდეს და დაიხსნას ახალი შენობა, სადაც საჭიროა გამაგრდეს და ამ მიმართულებით საკმაოდ მსხვილი ფინანსური რესურსი იხარჯება. სკოლამდელი განათლების სისტემა დედაქალაქში ფინანსდება 250 მილიონი ლარით, აქედან ძირითადი ნაწილი არის თანამშრომელთა ანაზღაურების და საბავშვო ბაღებში ბაღების სუბსიდირების ნაწილი, რომელიც მოიცავს კვებას და გარკვეული რესურსებით უზრუნველყოფას ბაღების, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს. ამ ეტაპზე 30 მილიონამდე ლარი იხარჯება ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადასაჭრელად. გასული წელი იყო ერთ-ერთი აქტიური, პრაქტიკულად 7 ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა დედაქალაქში, ამათგან 5 სრულიად ახალი იყო შენობა, რომელიც დემონტაჟის შემდეგ აშენდა და 2 სრული განახლება რეაბილიტაცია მოხდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 8 ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა, რომელიც ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში ახალი საავზელო წლიდან და ეს მოგცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ადგილი შეიქმნას, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, მზარდია ტენდენცია საჯარო სერვისებზე მოთხოვნის და სამომავლოდ რამდენიმე 1000 მეტი ადგილი უნდა შეიქმნას დედაქალაქში, რომ იმ პროგნოზებს, რაც გამოწვეულია ამ მზარდი მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს მოთხოვნა სრულად. სტატისტიკა როგორია, ვთქვათ, წლიდან წლამდე ახალი ბაღების ან რეაბილიტაციის თვალსაზრისით და აქაც რომ გითხრათ, ვთქვათ, რა ფაქტორებს ითვალისწინებთ ხოლმე, რომ ერთის მხრივ შეინარჩუნოთ, ვთქვათ, პროცესი, სასწავლო და მეორეს მხრივ აწარმოოთ განახლება ან მშენებლობის, ვთქვათ, პროცესი. დაახლოებით რა პერიოდი ჭირდება ზოგადად დასრულებას თავისი ინფრასტრუქტურით ბაღის? ხო, დამოკიდებულია ეს პროექტზე, სირთულეზე, ჯგუფების რაოდენობაზე, ბაღის მდგომარეობაზე, იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ, ბაღს ჭირდება გამაგრების სამუშაოების კონკრეტულ პერიოდს მოიცავს, თუ დემონტაჟის სამუშაოებია გასატარებელი და ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი, სადღაც ეს ერთი წლიდან წელიწად ნახევრამდე მოიცავს პერიოდს, თუ გეგმოგრაფიკი არ იცვლება, პროექტს კორექტირება არ ჭირდება და გარკვეულ სირთულეებს არ ვაწყდებით ამის შესრულებისას, ეს არის გარკვეული გამოწვევა ჩვენთვის. რაც შეეხება ამ დროს პროცესის მართვას, აქ ორი ძირითადი გზა არის, ერთი კონტინგენტის გადანაწილება ირგვლივ ბაღებში, რომელსაც ვიყენებთ, სადაც ამის რესურსი არის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების დაზოგვა ხდება ამ გზით და მეორე, სადაც არ არის ამის შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ ბაღებში გადანაწილდეს კონტინგენტი, ჩვენ ვქირავთ ალტერნატიულ ფარგლებს, სადაც ვცდილობთ, რომ დაკმაყოფილდეს გარკვეული რაოდენობა აღსასწრებელებს.
კი ბატონო, კიდევ ერთ გრძნობიარე სენსიტიურ საკითხზე უნდა გადავიდეთ. კვება საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პრინციპში კრიტიკა მიმართულებით აღარ ისმის სტანდარტებზე რომ ვილაპარაკოთ, რა სტანდარტებზეა მორგებული კვება ბაღებში და კიდევ ერთი მინდა გკითხოთ ჰასპის სტანდარტზეც, რომ განმარტება გავაკეთოთ, რას გულისხმობს ეს სტანდარტი, რა ვალდებულებები გეკისრებათ თქვენ როგორც ინსტიტუციას და რამდენად უზრუნველყოფს ის კვების მაღალ ხარისხს და მუდმივია თუ არა ეს სტანდარტი საჭიროებს თუ არა პერიოდულ განახლებას. დიახ, კვება ეს არის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რომელიც როგორც სხვა მიმართულებები კაცრად კონტროლდება და დაცულია ყველა სახის მოთხოვნა კვებასთან მიმართებაში. ჩვენ ხელმძღვანელობთ იმ ტექნიკური რეგლამენტებით, რითიც გვევალება ამ პროცესის მართვა. ბაღების უზრუნველყოფა ხდება 60-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტით, აქ კონკრეტულ კალორაჟი არის გაწერილი, რომელიც დღის განმავლობაში უნდა მიიღოს ახსაზრდელმა, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხდება ამ კალორაჟის ათვისება ბავშვის მიერ, ოჯახის ინფორმირება ხდება და აქ აქტიურად თანამშრომლობენ ბაღების ადმინისტრაციები მშობლებთან. კვების გამართულად უზრუნველყოფისთვის თქვენ როგორც აღნიშნეთ ჰასპის სტანდარტი და ინერგა საჯარო ბაღებში 2023 წელს და მიმდინარეობს მისი ყოველწლიური მონიტორინგი და აუდიტი. ყოველწლიურად რომ სტანდარტის მდგრადობა იქნას უზრუნველყოფილი, ეს არის დეტალებში რომ შევიდეთ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება, მაგრამ მოკლედ რო ვთქვა, ეს არის კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა, რითიც ხდება მოხმარებამდე პროდუქციის მიღებიდან მის მოხმარებამდე ყველა გზის კონტროლი პერსონალის მიერ და გარე კონტროლიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამ მიზნით თბილისის ყველა საჯარო ბაღის სამზარეულო აღიჭვრაში სამისი მოთხოვნის და სტანდარტების დანადგარებით, ტექნიკით განახლდა მთლიანად სამზარეულოები ყოველწლიურად ხდება საჭიროების შემთხვევაში მისი რემონტები მოწესრიგება და ამ შემდეგ აღიჭურვა შესაბამის ტექნიკით, ავეჯით გადამზადდა პერსონალი და ვფიქრობთ, რომ საჯარო ბაღები ამ სტანდარტის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა, სადაც არის ყველა პირობა შექმნილი, რომ უსაფრთხო პროდუქცია მიიღოს ყველა ახსასდებმა. როგორც ვახსენეთ, ყოველწლიურად ხდება მისი მონიტორინგი და აუდიტი, ჩვენი პერსონალი გადის მუდმივ გადამზადებას ამ მიმართულებით, სადაც საჭიროა და ამ სტანდარტს არანაირი რისკის ქვეშ არ დგას, ვთქვათ, მისი მართვა, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ რომ შვიდად. კი ბატონო, რადგან პერსონალი ვახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ 60,000-მდე აღმზრდელს სჭირდება კვალიფიციური, ვთქვათ, პედაგოგი და შესაბამისად მნიშვნელოვანია ალბათ სისტემა როგორ უზრუნველყოფს, როგორ ხედავს გრძელვადიან პერსპექტივაში მათი განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. რომ გითხრათ, რამდენად სისტემურ სახეს ატარებს პერსონალის კვალიფიკაციის გადამზადება, გარკვეული ტრეინინგები, ვთქვათ, მათი პროფესიული განვითარება და ამ ეტაპზე დღის წესრიგში რამდენად აქტიურად დგას ეს საკითხი, ესეც რომ გითხრათ. დიახ, ჩვენ ყოველწლიურად 13,500-მდე თანამშრომელია, როგორც გითხარით, რომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა, გადამზადება, მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა არის ჩვენთვის და ყოველწლიურად ხდება არაერთი გადამზადების პროგრამა და კურსი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო იყო აღნიშნული აქტივობის რაოდენობა, აღნიშნული აქტივობის ჩართული თანამშრომლების რაოდენობა, სადაც 6,000-მდე არის ეს რიცხვი ბოლო 3 წლის განმავლობაში. რეგულარულად როგორც მენეჯმენტის და ადმინისტრების მიმართულებით, ასევე სააღრზელო მიმართულებით ხდება კადრების გადამზადება და ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ბაღებს და აქტიურად და ღიად თანამშრომლობთ ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ამაში გვეხმარება და სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ ინკლუზია ვახსენეთ, ინკლუზიური განათლება მნიშვნელოვანი საკითხია, ადაპტირება ბაღები საინტერესოა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის თუ არა ის ადაპტირებული და ასევე ხვდებით, რომ როდესაც საქმე ეხება
თქვათ, განსაკუთრებულ საჭიროებებს, აქ კიდევ დამატებითი, თქვათ, რიგი საკითხები, როგორც გამოწვევა შეიძლება არსებობდეს, როგორ უმკლავდება სააგენტო შეგვიძლია ამ ნაწილზე ვთქვათ, რომ ყველა საჯარო ბაღი, გულისხმობ პანდუსების ნაზი სრულად ადაპტირებულია, ყველა ახალი ბაღი, რომელიც შენდება და იხსნება და ყველა ის ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც მიდის ხელმისაწვდომის სტანდარტისგან გამომდინარე, ხდება აღჭურვა ამ პროექტების როგორც ტექნიკური, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ახსაზელთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი ლიფტებით და როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, რომელსაც შევეხებ და ვახსენე, ასევე საავზელო ნაწილში ინკლუზიის ნაწილი არის დაცული, იმიტომ რომ იქ სადაც საჭირო არის, გარდა იმისა, რომ თითოეულ ბაღს გააჩნია მულტიგუნდი, რომელიც აერთიანებს ლოგოპედს, ფსიქოლოგს, განსპირობითად საავზელო ნაწილს მეთოდის. საჭიროების შემთხვევაში, თუ არის გამოკვეთილი საჭიროება, ყველა ახსაზლებისთვის ხდება პერსონალური ასისტენტის გამოყოფა და მის საავზელო პროცესში ამ გზით მართვა. კიდევ ერთი სიახლის შესახებ მინდა ვისაუბროთ. გუშინ წინ ითქვა მთავრობის ხდომაზე, რომ ახალი პროექტის შესახებ ახსაზრდელთა ელექტრონული აღრიცხვის სისტემების მონტაჟი იწყება, რომ გითხრათ ეს რაც ნიშნავს და როგორ იმუშავებს ის. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი და ახალი პროექტი, რომელიც დავიწყეთ საჯარო ბაღებში მოძველებული მეთოდით ხდება ახსაზრდელთა აღრიცხვიანობა ანუალურად, მატერიალურად, ჟურნალების გამოყენებით, რომელსაც თავისი დრომი აქვს და გვაქვს გამოწვევები და პრეტენზიები მის სიზუსტესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს და გადავიდეთ უკვე გაციფრულებაზე, იქ სადაც ეს შესაძლებელია და ერთ-ერთი კომპონენტი არის სწორედ ეს, რომ ჩვენი ახსაზრდელები ბაღში გამოცხადებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი, ეს მშობელი იქნება თუ სხვა უფლებამოსილი პირი, მარტივად QR კოდის გამოყენებით ან მატერიალური გარანტიის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ გადავცემთ, ბაღში გამოცხადებას დააფიქსირებს ამ გზით. აქ მნიშვნელოვანი დრო დაიზოგება პერსონალის მხრიდან, რომელიც სპეციალური თანამშრომლები ყავს ბაღში. ისინი სხვა საქმით დაიტვირთებიან, გამოთავისუფლდება ეს დრო, რაცაც ამაზე ხარჯავენ და ჩვენ გვეცოდინება 100%-იანი სიზუსტით დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომელი ახსაზრდელი გამოცხადდა, როდის დატოვა ბაღი და ბევრი პრობლემის პრევენციას მოახდენს, მათ შორის გადატვირთული ჯგუფების საკითხს, რომელიც არის ერთ-ერთი გამოწვევა კონკრეტულ ბაღებში. აღნიშნული პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგების მომტანი იქნება სამმავლოდ, რომელსაც შემდგომ დავაშენებთ სხვა სერვისებს, რომელიც იქნება ბენეფიტის მომტანი როგორც სისტემისთვის, ასევე ახსაზრდელებისთვის და ოჯახებისთვის. კეთილი, წარმატებები მინდა გისურვოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ თბილისში ამ დროისთვის 190-მდე 190 ბაგაბაღი ფუნქციონირებს, აქედან 55 ბაგაბაღია საზაფხულო ბაღებში, ბაღების პროექტში ჩართული. 9 ივნისს დაიწყო რეგისტრაცია და გრძელდება, როგორც შევიტყვეთ, სწორედ 30 ივნისის შემდეგ, როდესაც დასრულდება საავზელო პროცესი საბავშვო ბაღებში, უკვე ივლისი ეს 55 საზაფხულო ბაღები იმუშავებს ამ 55 ბაღში კი შეგიძლიათ კიდე არის დარჩენილი ადგილები, გამოიყენოთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ და მოკლედ იყოთ მშვიდად, იმიტომ რომ როგორც შევიტყვეთ, ყველაფერს აკეთებს ინსტიტუცია იმისთვის, რომ სისტემა იყოს გამართული და რაც მთავარია უსაფრთხო. წარმატებები თქვენ, შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ კახა აბულაძე, თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის და დროებით დაგემშვიდობებით.